ის აბა თქვი დიმა ა თქვი არა შენ თქვია მე არ გაკადე შენ მეგობრის დედების უყურებ როგორ გავიგე თქვი ა გიხუწები ერთხელ თქვი ა ერთი თქვი მე არა ვარ შენდაირი გარყვნილი მე მაინც ვერ ვენდობი ახლა ჯერ ესე თქვი წარბი გაგწვივდა ეგ არის 4-0 0-ზე თუ მაგრამ ერთხელ მოგესალმებით თუ რაღაც დავიწყეთ უკვე როგორც ეს ყოველთვის ესე იწყებს ამის პარტი იწყება აი სიმღერა გამახსენდა პირველი ეს რო იწყებს აქ მე კი არ ავთვარეს მეორე პარასკევამდე თავარი ნაღდია აი რომ მოვედი ესე გეროდა აჯაღლო მაგარ დავამთავრე ეგრე შეხარ ალუმინის აჯაღლო რა აჯაღლო აი ეგ მეწყინა მაგას ამოუჭერს ეგ არასდროს არ მithქვამს ეგ Gigi on the road იცით ყველა ისწობთ ეხლა მოკრო კადამს და on the road ენა რომელი იცით ადამი არა რაენა იცით ესპანია ბაბა მონა არა არ იცი ესპანური გინდა გაგიყვანო და სერვერ წარდგენა გააკეთე სადვიმყოფების სტუმრად ვინყავს აი ეგ მაგას აღარ გვიზავ არა იცი რა შენი ვამოს იცი გიგი არის ჩვენი სტუმარი ესპანურადაც ეგრეა ხო კიდე ერთხელ გავიმეორებ ამის გულის გახორხე Gigi on the road მე კარგად იმენა კარგად მე კი ეცეც არ მეპარ 24 საათი შენ გიყურებ არა 24 საათში მოიარა დედამიწა სურვა ხო იცი წყალბურთის ნაკრებში ვთამაშობ აი ველოსიპედისტი ხო იცი კი აწევსაც ხო აკეთებ მაგრამ კი სირბილის ხო შეგილია სადამდე მივდივართ მაგრამ კი არაფერი ასეული ამასე შენ რა შეგიძლია ახში პარკი სატანა ხო შეგილია საჭმელი ხო შეგილია არა მასარ შენი ღობე სახლის ღობე მე შევღებე რა არ შემიძლია ყველაფერი შემიძლია კატოქსაც ვეჭა გასვიდა ერთ საათში თავიდან იყო გასაკეთე ისია ეხლა რას უღება მადლობა თქვენ დაბადების დიდი ხანი საგეძებთ და ვერ ნუ გადავიყვენე რომ დაგეცემს მას დი შეჩემა დავიღალე უკვე რამდენიმე დღით არის გამოსვლა მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან ბილი ბერკის ირლანდიურ პაბში ვიმყოფებით კოსტავა 77 და ჩვენი მეგობარი პარტნიორი სპონსორი და არის კომაგი ნიკორა კომაგი ნოდარი კომაგი ნოდარი ლესა ჩემპიონთა ლიგის თასი ესე ვეუბნები ხოლმე ჯერჯერობით არა ავტომობილით არის საჭესთან ვარ მე რა ლაივი კი არა ვერ დაგიჭერებ იგივე არა იყოს კაი სამონტაჟო გავა აგერ სააკაძესთან ჩაუსტო ერთი ლოდი არა უშავს მაგრამ ზოგადად მაგრამ მე ვიტყვი საერთრეზინს მე და მოვიდა ჩემპიონთა ლიგის თასი საერთრეზინი არ შველის ეგეც რა იცი მართლობა არ აქვს ფსიქოს ვერ იღებს რო იცოდი ფსიქოს არ აძლევს აგი ღობე აქვს შეღებილი კაცი ხანდა და ამის ეზოში რას კი ყვავილებია სულ ჩემი კი ცხოვრებაში რაგვარი იყო ხო იცი ღობე გელეჯიაში გიგი მადლობა რომ ახარ შევხობე კიდე მოხდება რა მაინდა შენ რომლეცის ხარ 24 პატარა და რამდენი წელს დაიწყეს სიგიჟე 2 წლის წინ ხო რა აი უცებ დაგარტყა თავში არა უცებ არ ყოფილა მთელი შემზადება პროცესი დიდი ხანია გინდოდა ჰა გინდოდა ამას მოგზაურო აი ეგ სულ ხომ რა ეს იუთუბერობა რომ მინდოდა დიდად მოგატყუებ არ მინდოდა იუთუბერობა მოგზაურობაც ანუ მოგზაურობა კი მინდოდა მაგრამ ესე რომ აი მე მოგზაური მინდა გავიჩნო და აი შენთვის გინდოდა რომ ემოგზაურო მე მინდოდა ხო აი რაღაც რომ მეთქი აი რაღაცა მინდა რა ახალი ვიპოვე სამსახური არ მომწონს 9-5 სამსახური და მეთქი ხალხს გავიჩნო ახალი კულტურა ახალი ისა რამე იქნება გავიგო სამე დავჯდე მე რეთქო და უფრო აი ეს ყველაზე ხარ სხვა კულტურაში ისე მუშაობ. შენ ესე 22 წლის იყავი. 22 წლის ვიყავ. ეგ ის ასეთია რომ ზოგს მშობლები ხო არ უშვებენ სახელს და დაძდევენ და რაღაცა. არა შენ როგორი გქონდათ აი და აი რო იწყებ მაგას ეხლა თქვა ხო მე კეთილიშვილის შურს პირდაპირ გეუბნები რა აი მაგ კეთილი და შავი არ არსებობს ესიაზე რო გავალდა თუ ჯანი მექნა შენ მერე დავიწყო მე რა ხო ხვდები ან ეხლა ვერ დავიწყებ რამდენი საქმე მაქვს შანსი შენ რასაც ველოსიპედით დადიხარ on the road ეგრევე და შენ არ გმოწონდა შენი სამსახური მე მომწონს ჩემი სამსახური და იგე მაგაშია საქმე და ძალიან მომწონს თუ აი ბიჭო რა ეხლა 35 წელი რამე 95 წლიდან რო 100-დან რამდენი 90 მაინც მიუხედავად ასაკის არა და სუეზარება საჩი არის როგორი და რაღაცა ხო ეხა სამსახური ეგ ყველგან ხანდახან იღუძებს უცხაციაძე თუ მე ბეჭებში მივეცი ერთი ორი პირველი წასვლა შენ ეხა უკვე მერასაც უყურებ
ეხლა კი გამოწერილი მართლა არ მქონდა. ხო. არ მოიყურე. არა, უყურებ ყველაფერს. გეუბნები ხა YouTube-ზე იმაზე იდება მანქანის საცუვეში ესა YouTube-ების სუპორტი. კი უყურებს ვარა არ ვიცეს. არა, არ გიწეს. არ მოემა ეზარება და სხვაზე. ჩვენზე ეგრე არ არის, ამ უყურებს არ გიწერენ და რა ვიცი. არა, ეხლა მოიმატა სხვათა შორის გამოწერება. რო იწყებ. ეხლა უკვე დადიხარ რაღაც ისეთ ქვეყნებში რა, რომ ზოგი რო იწყოს, ვა ეს გაგიჟდა შემი სადაც. სულ ეგრე დავიწყე. თავიდან დავარცხე ქვეყნებში არ დაგიწყია. ანუ მე თავიდან ცოტა ისე თუ გადავალთ, მანამდე ვიყავით ყალბურთის ნაკრებში. 17 წლამდეში, მე 19 წლამდეში მორიებზეც დადიოდი. არა, მე არჩევანიდან მიდგა, მაგრამ თავიდან ეგ იყო, რომ ანუ ყალბურთში ვიყავი, საკმაოდ აქტიურად ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი ერთში, მეორეში და მე უკვე ეროვნულში უნდა გადავსულიყავი, აი კაკრას მან პერიოდი იყო, იმიტომ რომ მე 19 წლამდე ეს. აი დელფინივით არის. ყალბურთელებს აქედან გამომდის ეს დელფინივით სულას. ჰა, დელფინია, რო ჩადის ვერ ხედავ თანავე. სოფი მაგარი. ანუ სამანიცით. მე ვიცი როგორ სულა. და ჩემი ამოცანა არის ის რომ აი წელის ზემოთ არ დასველდე. და დანარჩენი არა აქვს. ძუძუებით ახალ. შეგერთიც გავხდი და მე მოგაგზელე აი. მე შეღებაც იქ ჩემი. ყველაფერი ბიჭო. ბეგემოს გიხარ, შეჩემა რა გახდი შეთანხმდა სადიშე ძუძუები გადმოწვა. ო, ჩემ ჩაცმულობაზე დინამიტიკა. ახლა ჩემსაც რო ზრუნავს. არა, არასთვის რა. წავართვი. ყველაფერი ჩემი ტასფედაცია. ხო, ავახი. ჩემი მოტანილია. აბა ეხლა რო გიღებავდა იმას, რა ქვია? ფეშკაში იყოს შენ. ხობეს არის რა. ხობე შეგიღება ეხლა რაღაცა გავაყოლა კაცო. აი აღარ გინდა გაანებენ ნუ აქ ყურადღება შემდეგ რა იყო აი მიდი გაშენილია. ხო და არის ეხლა მე ხო და სად ვიყავ? ხო რა ვაკითხე. იცი რა პირველი დავარცხე ქვეყნების და როგორ ხო დავიწყებ თავიდან ეგ იყო რა ანუ ევროპაში ძალიან რავი აი ალბათ უნგრეთში ვიყავი 6 ჯერ ამყოფი 17 წლამდე უკვე მაგრამ კიდე ბევრი 15 ქვეყანამდე ვიყავი წყალბურთით ევროპაში ანუ მაგით ასე ვთქვათ ასე თუ ისე ნახულობდი ბევრ ევროპულ ქვეყანას ბალკანის იყავი ჰა უნგრეთში ტბა არა ნახეთ ჩვენ რომ მოგზაურობ არ იყო ჩვენ სულ ვარჯიში იყო რა ეხლა ხო პრეციზი ამიტომ ეს ქვეყანას დიდად ვერ ვნახულობდით რა ანუ აი გახვედი 1-2 დღე მაქსიმუმ რაღაცა არც აი მე ჩუბია და დიმას ცემენ აიმე მე მგონი შენი მეგობარი კი მიმოდის შანგალი დავარდა ხო იქიდან გვიძახის და იქიდან გაგიჩნდა მე არ მინდა ხელისევით ამას არა და იქიდან უკვე როგორ ვიყავით ეს ევროპა ყელში ამომივიდა და ანუ რეალურად არაფერი არ მქონდა ნახე რა მაგრამ აი მე ბიჭო მაგრამ იცი რაზე მინდა კითხვა აი გავგიჟდი ძმაო შენი ბოლო ვიდეო რა ნახე ხა უყურებ ხოლმე 24 საათში რანაირად მოასწარი და როგორ მოახერხე მაგარი აზარტი ქონდა რომ უყურებდი მე მოასწროს არ დაგიმალო გულშემატკივრობდი რომ მე მოასწროს 4 ქვეყანა ინგლისი საფრანგეთი ხო ინგლისი საფრანგეთი ესპანეთი და იქ იყო იტალია რომში იყავი და რომით დაიწყე ხო მაგრამ ბიჭო ნახე ჩემთვის აეროპორტში მიდიოდო მატარებელში მოგამ იყო რომ ქალაქში შევსულიყავი ეს ტურისტული რაღაცა გადამეღო რაღაც სანახაობასთან რაღაც ეხლა ლონდონში პირველად ვიყავი და 22 წუთი მქონდა ქალაქში ჩავედი რაღაც ჩაი დავლია ისა მაგრამ მთელი ამ ვიდეოს არც ის იყო რომ ნუ ხშირად აი სურათები სოციალურ ქსელებში რასაც ვდებ ისა შეიძლება ანუ არც იყოს იმასთან მიახლოებული რაც რეალურად გამოვცადეთ და ხშირად სურათებზე ვარ რა ორიენტირებული და ანუ მეც ვარ ახლა ეგ მეც ეგეთი ისა კი ფოტოს გადავიდე ხო ეგ იყო თალი მოტივაცია აცალე ბიჭო გორ ჩადა ახლა თქვა და აცალდე და თვითონ ორ ჩართავს აღარ ჩენდება და მარტო ჩემი ჩანს რა აი იტალიაში რო ქართველი შეგხვედროდა წარმოიდგინე ჩაწერის დროს არა ნახე როგორ მოასწრებდი იქ რო ბარში და იქ წაიყვანე და დეეპატიჟებინე და არა ეგეთები ხშირად ხდება ანუ არა აი მან გამარჯობა მადლობა უღმესი და მან თავდება და აი რო არა ნოდარ მე მიდიან და ოზებში დადიან ოზებში არა ქართული ჩახუტება და სიყვარული ხო შეიძლება ბარიდან ბარში აი ორი სუკა გამოვიცვალე აქედან რომ მიდიხარ საქართველოსთან რომ მიდიხარ მედე იქ კიდე ქართულთან რომ იმოძრაო არ უნდა იმოძრაო მაგრამ რომ დაინახავენ იცნობენ კაცს და შეიძლება წაიყვანო და ის რეკორდი აღარ მოეხსნა 24 საათში 4 ქვეყანა რავი 38 წლის ვარ და სულ ქვეყანაში ვარ დამკვიდრდა მარტო ო არა არცად არა მე არა იმიტომ ის იყო არა ეს ზებნაში იყო და საზღვარზე არ უშვა ვინ იყო ზებნაში აეროპორტში არ უშვა ეხა აქედან აეროპორტში არ უშვა სტრუმენიდან განსაკუთრებით მე ხო და
არა, საქართველოს შეხვდეს არაფერი. და აქ ნახავ, გამარჯობა, ის აი საქართველოს აი რომ დაიწყო ქალაქები 24 საათში რამდენ ქალაქს მოასწრებ? ყველა ქალაქი? ხო, აი ქალაქი და ქალაქი. ეგ მარტივი. არა, ის არითვლება აქვე აი მცხეთა გავიარდეს. აი მაგალითად რო აიღო ისა ბათუმი, ჯერ ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზოგიერთი 24 საათში ყველა. ყველას, ბიჭო, პატახელა. და რამდენს თქო განაის? ყველას ის დაჯექი შენ და რამდენს მოასწრებ. ეგ ბოლოში არის რუბრიკა. რაღაცა უნდა გავაკეთე. მანქანი თუ დაჯექი და იარე აზრი არა, რაღაცა მან უნდა მიეწეს. ნუ ეხა შენ მანდრაც გააკეთე მაგოთ ხალხში, ეხა მაგის გაკეთებით ყველა თელ საქართველოს გააკეთე. ნუ ეხა ბათუმში რო შეხვიდე შეიძლება 4 საათი გაჩერდე. აი მაგაშია საქმე. ის ბათუმიდან დაიწყო და ეს სადარო გამოხვიდე. იქ დადეკის ეს ბიჭო ღირდა და ბათუმი ესა. რომში თან რაღაცა მაგარი გლიჯე იქ მე ვასა რომ გიყურებდი რაღაცა თოქი იყო მაგარი თოქი რომში ჩანდა. ესე დიდი ხნით ამყოფი არ ხარ რო დღეები რო ქონდა. ეგ იყო მე იტალიაში ვცხოვრობდი. მე ამერიკაში მომიწია სპორტი თუ ყალბურთი რა. ანუ ყალბურთი თუ სწავლა. და არჩევანი გააკეთე სწავლა. ნუ იქ ფინანსურად ეხა ყალბურთზე იყო იმ ასაკში ჩემთვის ძალიან მაგარი 15 წლიდან უკვე ხელფასი მქონდა და მაგის პოტენციალი იყო და მე ეგ იყო რომ 17 წლის შემეძლო დავრჩენილიყავი და ნორმალური ხელფასი საქართველოში და მეორე წავსულიყავი და სტიპენდია მქონდა იტალიაში და წავედი იტალიაში გავაგრძელე. არო გეთამაშოთ მაგ. ნუ გავაგრძელე, უბრალოდ ისლეველი აღარ იყო, უკვე იყო რაღაც ბელიგის რაღაც. ჩხუბი მოხსულია სხვა ქვეყანაში რო ჩასულ ხარ და აქ რა გინდა ბიჭო და რაღაცა მოხსულია ესეთი პატარა კონფლიქტი. ეს რამის მოპარვა არ მოუნდომებია ამდენად გიდაცემა. ეგეთები ბევრი. ანუ ეს პატარ-პატარა, მაგრამ ესეთი რაღაც რომ აი განსაკუთრებულად გაწევა, აი ავტოსტოპზე იყო ერთხელ რომ აი გააჩერეთ მანქანა და რაღაცა გიღებთ და 5 კამერით პოლიციაში ვრეკავ რომ გააჩერეთ. იმიტომ რომ ფულს ხოვდნენ, მაგრამ ოპა. ნუ ეგ მაგას არ ვთვლია ისე. და ისეთი სენიორ და ისეთი ქალაქები სადაც ხო აი ისეთი ცოტა შაუბნელი ქუჩები როა ხო არის იქაც რა ბევრია ეგეთი. კოლუმბიაში მომიწია ერთი ორი გაქცევა რაღაც. რა მოხდა ეგეთ გვითხარი? ნუ ეხა ღამე ცოტა საშიშია რა ღამე. კოლუმბიაში ხო ნახე, ნუ ადგილები არის სადაც ვიცი რომ საშიშია რა, ანუ ღამე რო გახვიდე მაგალითად რაღაც ქუჩაზე, ან სადღაც ბარში იყავი და მოდიხარ, არ უნდა წამოხვიდე მანქანით, უნდა წამოხვიდე ფეხით არ უნდა წამოხვიდე მანქანით, უნდა წამოხვიდე ტაქსი უნდა გამოიძახო, მაგრამ ხანდახან თუ ტელეფონთან შეიძლება ტელეფონი არ წამეღო და ფეხით წავსულიყავი, არაფერი არ მაქვს მაინც. იარაღიანი ბიჭები გამოჩენილანი კოლუმბიაში. ნუ ხო არა იარაღები აქვს და ეგ არის რა სახში მიდიხარ თუ ჰა საშიშია ხო გამიგია მე და მექსიკაო ძალიან ხო ყოფილი ხო გააჩნია სად მიდიხარ აი თუ ცოტა ის აზზე ხარ და მიყვები ტრადიციებს რომ იქ არ გააკეთება ამას ესე წახვა პირველი სად იყავი აი პირველი რო დავიწყე მე სხვა შორის ეგ დრო მახსოვს მაშინ არც სპონსორი ყავდა არც ფული ქონდა არაფერი აეროპორტის ვიდეო იყო რაღაცა რომ მიდიოდი თუ არცები პირველი იყო პირველი ინგლისურად დავიწყე ბავშვი 6 თვე ინგლისურად დავიწყე კონტენტის კეთება და ბრაზილიაში წავედი ვა მე ის გაგიჟდება ეხლა ისე მოწონს ის ბრაზილია ხო მაგრამ მაგ დროს წარმოგიდგენ სპონსორი არ მყავდა მაგას დანაზოგი მქონდა და ძალიან ცოტა იყო ეს დანაზოგი აი რო აიღო დღეს რო გითხრათ რამდენი ალბათ ჩელენჯში ვერ ჩაეტევით და ეგრევე ჩემი მუღამი იყო რომ ეს 6 თვე მე მოგზაურა და YouTube-ი დამედო თვეში 4-ჯერ ვიდეო. და სხვა გვეკნევია. ეხლა რომ მითხრა თვეში 4 ვიდეო დადეო, რაღაც დავარტყავ იმას. თუმცა ეხლა ბევრად მე ხო ხო რა იქ მონტაჟი არ ვიცოდი ეგრე კარგად უფრო მარტივად უყურებდი და ეხლა მაგრამ წარმოგიდგენ მუშაობდი. წამოვედი სამსახური, მაგრამ მაინც YouTube-ზე მუშაობდი. კვირაში 3-ჯერ ვიჯექი და ვამონტაჟები იმას. ამიგოებო, გამოვიწეროთ ლაილაის YouTube არხი, არ დაგვავიწყდეს და დავალაიქოთ ეს ვიდეო. და დაალაიქეთ ყველა ეპიზოდი, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობის მეტი რამე. კარგად მივდივართ მართლა ერთი კონტენტის ყალობაზე და აგერ ჩვენ დავაგემოვნებთ ჩვენს მეგობარს, ჩვენ ამიგო სპონსორს ნიკორას, რომელიც არის ჩვენი ძმა და მეგობარი და ასევე ვინც მოხვდებით ბილიბერკის ირლანდიულ პაბში და სკანერებ და თუ ცუცხაციაძე იქნებით, ეგრევე დიმა გამოცხადება თქვენთან სახლში და მთიულურის ჩაკვრებს გააკეთებს კარებთან. შემის რო ეხლა სანამ მე და გიგი ჩარაკრაკა. ატამო, არა ერთად მე და გიგი სანამ მივირთვეთ, ამე ლექსები უთხარი გაყურებეს გაარჩეთ ცოტა ხანი რა. აუ რა ელესება, 2 დღეა ჩაწერა რო ახლოვდება, არ ჭამს 2 დღე, ხო იცი გიჟივით ემზადება, რა ეგ სოციზე
კონცერტში ვალ. ორ შაბათიდან აღარ უჭარბი. ორ შაბათი ხო, აი სამ შაბათი 4 შაბათი. თან ლიგაზე მე ეს ორ შაბათი ვაფშე რა ფენომენია. სამი წამეშენ. ორ შაბათი. ლექსი თქვი რამე რა. გარეთ ისეთი ყინვა. ერთი აცალე. გარეთ ისეთი ყინვა, კბილებს გაუდის კაცკაცი. მერე? დიმას ისეთი ვაჯახე გავაყრევინე წარბი. ვერა. 10-0 შენ თუ 0-ზე არ დაგტოვო დღეს წეგან გაგირით მე ერთი ძალიან მაგარი. ასე რომ ასევე შეგიძლიათ საახალწლოდ 31-ში განსაკუთრებით 11-ს ნახევარზე მოხვიდეთ რომ დიმასაც დრო კონდეს შორი გზა ჩამოსავლეთ და ასკანეროთ და დიმა ლამბადასაც შეგისრულებთ ძალიან ორგანულად და კარგად. ესე. შენ მუცლის ეგო დასხი. მუცლის ტალღები. ეგ ძალიან კარგია. ხმას გამოსცემს ეს. თავისთავად უნდა რომ ტალღები. ხო, რა თქმა უნდა, ხუნეში ამ დროს და სეკვების კონკურსზე გავიდა, ბიჭო კიდევ ფინალში გავიდა. ბოლოს იცი რატო ვერ გადავედი? ამაზე ჰავაიზე. სეკვებიან ასკლავები რო იყო. ჰავაიზე რო ყოფილიყო, ძალიან ძვირად ღირებული იქნებოდა. არა, მარტო. იცი რატო ვერ გადავედი? დაიყავი? კი, რა საკვირველია, ჩემი პლასტიკის კაცი. ესპანელი კორტესი იყო ჟიურიში და ისეთი შეეტენა ამ კორტესოთ იმ მეოთხე ფინალში გაიყვანა. ეხა ურეკავს ხოლმე. აუ რა მაკადრ ვა საერთოდ არ მარტო იყავი. კი, ვიყავი 4-ში გავედი. იცი რატო? მაყურებელს შეიძლება ხო? არ გვინდა რა, არ არის პირველი იყო მაგარი. აკა მოვა კადრები. ინდური იცე ყა იმის დემა იცი რა გავარდა. არა, უნდა გაყურებიო. კორონამდე. აი. ხო და იცი რატო ვერ გავედი ფინალში? აუ ეს რა კაი. არა, ნუ ეს ჩატყობელე და ის იყო მაგ დროს? გულები? ჩერტკო. კი, აბა. კორტესი, კი, ვითომ უყურა. ერთოები არ იყო ის იყო. კორტესი. გოჩა კი რა ქვია? გოჩაო. კორტესი იყო. ხო, გოჩა კორტესი. ხო და ბოლოს რატო ვერ გადავედი ფინალში? ამან არ დამიმესიჯა, არ დარეკა, იმიტომ. ცალკე რომელი ვაყურებია? არ მინდა რომ კონფლიქტი წარმოიქმნას. ინდური ვაყურებია თუ აჭარული? ესპანური. არა, მართლა. ფლამენკო. ესა ინდური არის. არ მინდა ინდური, იქნება მე მინდა. ვინ იყო შენი მეწყვილე? ზია ორველაშვილი, უნიჭიერესი მოცეკვავე. და ზია მის ვერ დაანება. პროფესია გამიბონძე თუ? დიმას იწვევდნენ და აუ ეს რა რა მომიგდოს გავგიჟდა. დიმას იწვევდნენ და არა, თან წამებად. მაგრამ უყურებანამდე წამეოღოდ. ყველას გვაქვს ჩვენი ამის დროს სუმინდა და ხოლმე რომ ენახა. ჩემს ეკვა განსაკუთრებით მადაძე. ჩემ ყველას გვაქვს რაღაცა თავი ფურცელი ცხოვრებაში და ეგ იყო ჩემთვის. აი ბიჭო რა არის ხა ამიტომ რა მაყოში რა შეხედე მოძრაობებს შეხედებო ჟიშო ბოლივუდი ხედავ რა შედევრია მეოთხე ფინალამდე გახვედი ხო? კი, არა, ნახევარ ფინალში მივედი თო. ნახევარ ფინალში ვიყავ. ნახევარ ფინალში და ამან არ დამიმესიჯა და მაგიტომ წავაგე. გამორთი აღარ მციამოვნებს. უკვე ნათელია კაცმა დაინახა ჩემი პლასტიკა. არა. შენ ამაყობ ყველაფერს შენი შექმნა. აი, ეყოფა რა. სად იყავი და სად ახლა? სად ვიყავი და სად ისე მაგარი იყო, ნუ მე მომეწონა. ხო, რავი, დამცინე და სხვათა შორის მეწყინა არ ვიმჩნევ, იმიტომ რომ დამცინე და ფლამენკო იყო შედევრი, იმიტომ რომ გამოვიდა კორტესი და მე ესეთი აფე არ მინახავს. შენ არა, მართლა მოდი ცოტა ის სერიოზულად ვილაპარაკოთ. ესე მარტივი არ არის რა, ეს ეხა რაღაცა არ ვიცი ხა შენ ოჯახის დამოკიდებულებაზეა რა. აი ეს რა ვთქვი, რა უთხარ რა, წავედი ახლა მე და რა. ნუ წავედი მე დამოუკიდებლად ცხოვრობდი უკვე თვიმე წინა რომ წავედი იტალიაში. ნუ ყოველ შემთხვევაში კი, მაგრამ მაინც ხო ეხა ხომ არა ანუ არ ცხოვრობ ხო უკვე მიეჩვენენ და მე ხო ანუ ოჯახის დამოკიდება ნუ არ უნდოდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მქონდა მაგარი სამსახურში ვიყავი, კაი ისე კაი შემოსავალი, კაი პოტენციალი. იქ სპორტი ერთი 10-20 წელიწადში რაღაც სახსი კიდიდი რაღაცა ეგეთი პოტენციალი რო აქვს რაღაც. და შეწირე შენ საყვარელს. არა, შე 10-ში შეიძლება. შენ საყვარელ საქმეს შეწირე თავი. ესე ქვია ამას. საყვარელ საქმეს არა, ანუ არ ვიცოდი რა, პროსტად დავე. ხო, საყვარელი ხო გამოდგა ეხლა, გახდა. ანუ იმით გახდა კი არა, გამოდგა. აი უხდება, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა ვიცი. ეხლა ის კიდე შეცვლის, ჟენოში გახდა არა. მე ეხლა დღეს ეგ არის, ხო? ხო, და ეხლა იმასაც ვფიქრობ, რომ აი რავი, სულ ძალიან მილიონერი ვიყო, მაინც ამას გავაკეთე. ანუ ეხლა ამღამში ხო? ან იმიტომ რომ აი რავი, თავის რაც გინდა ისაკეთეა რა და ყველაზე დიდი სირთულე რა შეხვედრია და თუ გაიხსენე. შეიძლება ბევრი ეკითხება ამერეს, მაგრამ ცოტა გავშალოთ რა ეს თემა. ფიზიკურად კი არ მეუბნები თქვა, აი რაღაც ხო შეიძლება რომ
რაღაც მომენტში დაგეწყოს რომ აი ეს ათამორები და აქ რა მინდა და ხო რა ამერიკაში აი ყველაზე მაგარი ესეთ ქვეყნებში ვიყავი და ბიჭო აი ესეთ ქვეყნებში რო ხარ რაღაცა აი ბანგლადეში და რა მაგის ფიქრის დრო არა ანუ მანდ მართლა გაინტერესებს რა ხდება და რაღაცა ამერიკაში მქონდა რაღაც ვიდეოს ვიღებდი რა ანუ როგორ წამოსულიყავი ფულოდ თუ რაღაცა ამერიკიდან საქართველომდე რა რომელ ქალაქში? მაიამში ვიყავ. ბიჭო, ვიღებ და აი რაღაც ემოცია ვისამაქ რა, რაღაცა ვერ დავამუღა, ანუ რაღაც აი აღარ მისწორდებოდა რა, თან მაგ დროს სპონსორობა მქონდა. სპონსორის არ მყავდა, ნახვევი კი მქონდა, მაგრამ აი მუღამი და მე ხო, აი როგორ ვიყავი, აი ამდენი რა ვიწვა, მეთქი აი ერთი კვირა რომ ჩავიდე და რაღაცა და რაღაცა აი მანდ რო დამარტყა უკვე მე წამიღო და რაღაცა 2-3 საათი ვიღებდი წარმოიდგინე რა ანუ შევაგროვე რაღაც ფული $100 თუ რაღაც მქონდა და გამოვთ კამერა და მეთქი თან ხალხსაც ვთხარი სტორიში დავდე მანამდე რომ მეთქი მაგარი ვიდეო დაედება დამოემზადე თქო და მე როგორ გადავიღე რაღაც ერთ-ერთ დღეში დავდე სტორი რომ მეთქი მენტალურად ისე ვიყავი თქო რომ მეთქი არ იქნება ვიდეო რატო მაგან გაგვტე ხა? ანუ ის რა. ერთი იყო ეს ხოთა შორის რა. და ნახე აი ვიყავი მაგ დროს ვიყავი უკვე ბრაზილია, მე პარაგვაი, მე დომინიკის რესპუბლიკა, მე კიდე გადავიღე რაღაც ანუ ხოაზე პარაგვაი ასწორებს? უცუმა ინტერესებს აი ისეთია რა ძალიან შოულებრივი წყნარი. რა კრიტერიუმებით ირჩევდი ამ ქვეყნებს? აი ეხლა ზიხარ აქ და სად მიდიხარ, ეხლა კი იცი უკვე სად მიდიხარ, მაგრამ აი თავიდან რა კრიტერიუმებით ირჩევდი? ზოგი მაინტერესებდა. ხა პარაგვაიში ავტომატურად ვიყავი, ჩემი ძმაკაცია ერთ-ერთი პარაგვაელი და იქ მაინტერესებდა კაკრეს მაგათი კულტურა და მაქედან დანახო. მაგრამ ზოგადად ხომ აი უფრო რაც მაინტერესებს და ხანდახან კონტენტში რაც საინტერესო შეიძლება იყოს რა. ეხლა რაღაც მაგალითად ეხლა პაკისტანი და ბანგლადეშის შორის დიდი განსხვავება არ არის. ეს ეხლა იცი თორე მანამდე ხო არ იცოდი. ნუ არა, ასე თუ ისე ვიცოდი, ეხლა შეიძლება შეხვალ ინტერნეტში ნახო. კი, არა და აი ყველაზე მაინც მაინტერესებს. ის აი ყველაზე საშიში წერები სად გინახავს ხვარი? წერი აი დიდი ბუზე. ხეთს მაინც კითხე რა. არა, ბიჭო წერი, იმიტომ რომ ხეთს იცი რომ დაიღრიალებს ლომი და გაიქცევი, მაგრამ აი წერი რო ახშენი განდი რა, ტვინი რო გაიმურღა. ხო არის ეგეთი ქვეყნები? ეხა სადა? კოღო ფოჩი. ფოჩი. ეხა მედესოს რო ვიყავ იმაში გველების ინდონეზიაში. ხო არა სუსუ. ნუ ხო ძალიან ისეთი გველები თავიდანვე მართლა თავზე გეცემოდა ქვეწარმავლები და რაღაცა ბობები და რაღაც საშინელები. და ისე მაგაზე ნიანგი ვერ ვიპოვეთ. ნიანგიც იყო წყალში სადღაცა და ვეჯები. ასე ვერ დაგეწეოდა. და ნიანგი ვერ დაგეწეოდა წყალში. არა, გააჩნია როგორი აი ეს არის. არა, ნახე. ალბურთელი კაცი ხარ ნიანგი. ნიანგი რო კუც მოიქნევს, მაგრამ ცოტა ისეთი ადგილი თუ არის, ანუ სადაც ის რაღაცეები არის, ანუ რა ქვია, ხეების ფონში რა. იმაზე შეგიძლია გაექცე სადღაც რა, მაგრამ თუ არაფერი არა შანსი. ბრაზილიაში ვიყავით ერთად რა და იქით წავედით ბრაზილიაში აი ჯუნგლები როა რა და დამეკარგა. შენ მე გაკითხავით გავიხეთ ბრაზილიაში ადრე გითხრი ხან ბრაზილიაში ვიყავს და ბრაზილიაში კი კაც როგორ არის და კაპანაზე გვეკითხე ჯერ ეგეთი წე ბოლო რუბრიკა ეგ და არ უნდა წაიკითხო ჯერ ხო და მივდივარ დამეკარგა და არც ექსკურსია ბრძოლი მყავს არავინ დამეკარგა სად არის ბიჭო ეს 1 საათი გავიდა 2 საათი გავიდა ვეცებ და უცებ და უცებ ფოთლებით ჩამიგდინა არგანია ბიჟია ფოთლები არის ისე აბა მაიმუნებო დედებს საფეხბურთო ქვეყანა ან კონტინენტი სადაც ყოფილხარო და პასუხი ვარ და რატო სამხრეთ ამერიკაო? რა მოყვა ბიჭო? შენ რაც გადაგხდა თავს. ბიჭო, სხვა შორის არ ვიცი ხა მეგობრებო შეცდომაში არ შეგიყვანთ, მაგრამ ფეხბურთში ეს დიდად ვერ ყვევიც მაგრამ ნახე ძალიან ისეთი გამოცდილება მქონდათ ფეხბურთზე გაი გიჟური თურქეთში. ვა, რომელ ქალაქში და სტადიონზე? აი ფენერბაჩე გალათასა, აი. იყავი თამაშზე? ჰა, მაგათი. ხო. დერბია, ჰა. რაგეცა გაფიცე ყველაფერს. რომელი ფენერბაჩე, ჩემი
ჩემი მეგობარია ფენერბაჩე და ყველა სიმღერა ვიცი, იმიტომ რომ 3 წელი თურქია ერთა. მართლა მიდი ერთი რა. ხო იყავი გავთხელებული რომ იმათ ხარეს სიმფერებში არ გადახვიდე შემთხვევით. არა, აი განგინება ვიცი. მიდი რა. გინება არ მინდა. არა, არა, რა იყო შენ ქართულად იგენები რა. იცი რა, მე თურქ სიმღერა. ის ხო იცი, ნამ გალათასარაი. და კიდე ერთი სიმღერა გინება არ გვიდა ერთი სიმღერა. ჩუჩუ ფენერბაჩე, ეგ ისა შეძახელი. როგორ? ჩუჩუ ფენერბაჩე. ჩუჩუ ფენერბაჩე. ესე შევ. ჩუჩუ ფენერბაჩე. როგორ იგრიბე ბაი რა? ჩუჩუ ფენერბაჩე. აი წეთა ფენერბაჩეს იმას ვიცი. ბიჭმა იმღერა და მეტი რაღაც ყო. ჩუჩუ ფენერბაჩე. ეს ჩუჩუ მოგეწონა ეს. ჩუჩუ მოგეწონა ეს. კაც ეუნება თურქულად ვარ თქვაო, ცუდი სიტყვებიო და თვითონ რეებს იძახის, რა ქვე ტექსტები აქვს ჩუჩუ მოგეწონაო. კაი თქვენ გაგზავნე. შენ სხვანაირად წაიმღერებდი და ის მე ხوار მოგივიდე იქ ფანებთან რამე. არა, მაგრამ იქ იყო აი ძალიან ერთი ამბავი. ეხლა იმაშიც ვარ ნამყოფი კაცო, იმის თამაშე ფლამენგო აუ რა სამ. ფლამენგო მაგა დერბი ის ვისაც არა. ელია კარტუხაძე ხო არა ხარ ნამყოფი ესპანეთში, სევილიაში. ეროვაში არ ვარ ნამყოფი. მე არა თურქეთში მაგარი ატმოსფეროა, ყველა ამბობს, მე არ ყოფილვარ რა, იქ ეხლა თამაში. ყველა ამბობს, აი საოცარია რა. იმდენად მაგარია, რომ აი მე რომ მითხრა, ეხლა რო ჩამოთვალო. ხო, ეგ არის დიმა მოდის, ფეხზე აბდაკით. ეგა. ახლა ძალიან იცი, ანუ იქ ძალიან მაგარი ქაოსი, ანუ ის იყო რა. მაშიდათი შიდა ბრაზილიაში ძალიან მაგარი იყო. კი, არა, როგორ არა. სტადიონი, რომელი სტადიონია იმ რიოში ყველაზე ცნობილი? მარაკანა? მარაკანაზე რო ვიყავი, აი აუ მე მანდაც ერთი ამბავი იყო, აი ძალიან მაგარი შეგრძნება. წავა ერთობლივი გავაკეთოთ ლაი და გიგი of the road. აუ, მასარია და მარაკანაზე. და ეხა ხუთანი იწება იმაში. ეხა ერთი ამბავი იქნება 2026-ში. სოფლიოზეა ხო? სოფლიოზე და იმაზე რა. სოფლიო, მაგრამ სოფლიო ამერიკანს. ხო, ამერიკა. მე მორ სამხრეთ ამერიკული პეუ. დიმას თასი და რაღაცეები ბევრია ეგეთი და ბევრია 2026-ში. ხო და რა დიმას თასი შეკ. და ის რა ქვია? აი რო გამოხვედი შემთხვევით გალათასარაისთან ხო რა არის ახლა ნოდარის რატო აუცილებელი მოგწერო წყარო გაიგეთ. აუ ბიჭო არ მე აი ეს რატო იცის შენ ისე რაც გაბედე ძმაო მაგას მე აი ეს ამისთვის ზედა რა არის მე ვინმე რომ მეთქოს კუბოში ჩაგდო ვიყავი ხა ეშილო და შენ რომ მოდიო კუბოში იწავ ეგო კუბოში ნაკონი ამას მართლა შიში აქვს სერიოზულად გეუბნები ხა ჩემი რაღაც ეჩი რო გადაიცვალა ისო თავს დაატანა და ვაშკაცურად იდგარა იქა რა ეხა მართლა რა და მე ვაგაბედე მაგას და კორპუსში ვინმე რო გარდაიცვლებოდა ამასთან ერთი კვირა სანამ დასაფლავები იყო გადადიოდა სხვაგან ბიჭო და შიში აქვს რა ეხლა ჩაგაზიო საკუთარი თავის შიში გაქვს აღარ გვინდა მაგის თავის საკუთარი არ გვინდა არა სიკვდილის შეშელია სიკვდილი გონია რომ უნდა სულ უნდა რომ იცოცხლოს თერი ცხოვრება მე მზადავარ რამე რა იცი რა მე ღმერთმა დიდი ხანი გაწოცხლოს ჩემო ამიგო კუბაც მაგორი ეხლა როგორ გაბედე ისე აი რა მოგაბედე ეს ასეთი ჭამე თუ დაიჭობა თორე სხვა ავი როგორ შენ შოუ ბიზნესში ხარ რა შოუმენი ხარ რატო მოგაფიქრდა ეგ ხო აი ეგ რატო საიდან წამევიდა ხო და ეგ იყო როგორი თემა იცი რომ უყურე ერთხელ ამ ვიდეოს რა მისტერ ბის ჰქონდა და მეთქი აი ეგეც სიგჟე რატო უნდა გავაკეთო გიჟია ეს თქო რა მაგრამ მე თან ვფიქრობდი მეთქი ფინანსურად მაგდენი რომ მქონდეს თქო ეგეც სიგჟეს მეც გავაკეთებდი თქო რა ანუ აი მაგაზე წამსვლელი ვიქნებოდი თქო რა ანუ მე რო გამეჩნდა ანუ მეთქი აბა გიგი ძველი აბა როდის ან მაგას აუ იცი ძმა და ვიცოდი რომ ის იქნებოდა რა ანუ ეხ ჩემთვის ფსიქოლოგიურად ისეთი რაღაცები მაგაკეთებული რომ აღარ იყო ეს არ ეხა ბოლოს აღმოჩნდა მაგრამ მეგონა რომ არ იქნებოდა მაგას მოყვა ცუდი რეაქციები ტიპებისგან ეხა კუბოში ჩაწვა და შენ კუბო დაუდგი და რაღაცა ეგეთი ხო იცი ეხა რა თემებიც არის არა მაგრამ ხო ეგ ცუდი უარყოფითი რეაქცია უფრო აი Facebook-ის აუდიტორია რა აუ ეგ აი რო აი რა ვიღაცა სპაიდერმენის სურათით რო აი ეგეთი ანუ ნუ არის ეგეთები მაგრამ ჩემზე გავლენას ბავშვი არა ჯიგარი ხო აი მე ბევრი წელი დამჭირდა რომ აქამდე მიცოდიყო რომ გადამეკეტა საერთოდ მეხატა ყველაფერი მე ერთხელ ლუდი და არაყი დალია ქუჩაში გამოვიდა და გაგიშდა ლუდი და არაყის გამოიღო ერთხელ რომ გინდა მთელი საქართველო გადამეკიდა და გავუხდი ყველაფერი გამოვხდი რატო ინსტაგრამი მაქვს მარტო არა მე Facebook-ზე ძალიან ჰეიტი მქონია საშიშ საზოგადოებაში ცხოვრობ შემოძმაო ეგრე არის არა შენ როგორ უყურებ თორე რა მაგას არ ვამბობ შენ ეხა პირპირშივინე მოვაგეთყვის რამე არასოდეს არ ხო და კომენტარებში წერო რა აი როგორ ჩავხედე სიტყვის თვალებში რაზე რომელი ამ დენჯერ ქონდა ეგ ეგეთი ალბათ გეკრებოდა ეხა შანსი არ არის რა ნუ
მაგრამ ყველაზე რთული ჩემთვის მაინც ის იყო 10 დღე რო არ ვჭამე არაფერი. 10 დღე არ ჭამე? ხო. ადაო. წყალი მარტო. წყალი და მარილი. შეიძლება მარილი 10 დღე ჩავან ბევრია. და ეგ რა იყო? ეგ არის ფასტინგი რა, ფასტინგი. არა, ეგ ვიცი, მაგრამ შენ გჭირდებოდა ორგანიზმისთვის თუ ვიდეოსთვის გააკეთე? არა, მე გაკეთებული, აი ეგ ბევრმა თქვა რომ აი ვიდეოს ვაკეთებდა. თემა იყო რომ მე მანამ და წამოვიდოდი სამსახურე მანამ YouTube-ზე ავიწყებდი 72 საათი. ლოცულობს 10 დღე არ წამოვა და ლოცვა დაიწყო. ეგ არის შეჩვევა პატარ-პატარები. და რა ქედი, როგორი იყო ორგანიზმის ის? თუ თავიდან გავაკეთე 24 საათიანი გავაკეთე ადრე, მე 72 საათიანი, 72 საათიანი ბევრჯერ მქონდა გაკეთებული რა, ანუ სამსახურში გადავობდნენ ხოლმე რომ მივდიოდი რომ დღესაც არ ჭამდა. მარტო არა და მივდიოდი სახში მე მეორე დღესაც არ ჭამ. მაგ დროს ძალიან ჯანმრთელი უნდა იყო, ხო იცი? და ხა სპორტსმენია. არ გექნებოდა პრობლემა ჯანმრთელობის, თორე ეგ ყველას კი არ შეიძლება გასაგონად მინდა თქვა რა. ხო არა, ეგ ისა. მოეწონოს იდეა და ჯანსაღირო ხარ და ჯანმრთელი მერე უნდა წავა. სულია ჯანმრთელი უნდა იყო. თან ხა შე სპორტსმენი და სულია ჯანმრთელი უნდა იყო, რომ მაგას გაუძლო რა. ერთი არა ეგ არის სრულიად ჯანმრთელი, მე შემოწმებული ვიყავი უკვე და ვიცი რომ სრულიად ჯანმრთელი ხარ და მე ეგ არის უკვე მე მენტალურია უკვე. მე პანდემიის დროს არ იყო. აკეთი ხავი თუ გასული იყო? არ მაშ ხო ჩაკეტილი იყო. ჩაკეტილი იყო ყველაფერი. არა. იტალიაში ვიყავი და არა ხო და იტალიაში მე ზიმერის სიტუაცია იყო ძალიან დო. ეს კი გარმავი, არა ისი რატო გეუბნები? კუტრების რა. ხო, მაგრამ იმაში რაოდენობით მეორე თორე ისე ეხა რაც იყო აი ეს ქალაქში საერთოდ სტუდენტები ვიყავით და გარეთითაც დავდი, ანუ შეგეძლო რა. მაგრამ იტალიაში ჩაკეტილი. მართლა ძიმე იყო. ყველაზე მე მგონი ყველაზე ზარტყა იყო იტალია, ჩემი დედაშვილი. არა, მაგრამ დაარტყა რა, თვითონ გააჩნია რეგიონს, ახლა ჩვენთან იყო რავი რა სტუდენტები იყვნენ ძირითადად. ჩვენთან ხო იყო დაგეტილი ყველაფერი. იყო ადგილები, სადაც გარეთ ფაზა გაშლილი ქონდა, ვარე ბურმერე მოდი შემოდი და. ხო, ეხა ქართველები ვარ. ერთმანე კოცინე პანდემია. მატუკი რომში ხო? მატუკი რომში. მე სტუდენტებში ეგეთი მე დავაორგანი, მე არა, მაგრამ მე დავწერე რომ მეთქი მე არ ვიღებ პასუხის გემლობას არავისზე, მე გადავიტანე ორჯერ კოვიდი, ვისაც გინდა დააგერსოთ გარეთავარ. გიგი, სენიორ, ყველაზე უცნაური სახელი რა გაგიგია იქ, სადაც ყოფილიყარ, ყველაზე უცნაური. დოქტორი, ეკო დოკუ მაკაკაკუკო ხო, არ რაღაცა იქა. მართლა, როგორ? არც ვიცი, რაიცა. ერთ-ერთი აფრიკელი როჟა იყო რა, რომელიც იქ ცხოვრობდა, ну თავის სახელი არ იყო, მაგაც ბაბუა მისის ის იყო რაღაცა და რაღაცა ეგეთი სახე ქონდა. არა ეგენი ხო იდება ხოლმე. ესე შეიძლება. აიევიჩი. არა მარტო ეგ რა. აოი ეგენი კოსოტა მაკანკუნე. ეს თუ გაგიგია. ეხლა მე კითხავ, თუ გაგიგია მატუკი. სახელი მატუკი, აი დიმაშკია მატუკი, მე შევარ. მატუკი, მედესცი, მედეჩინე. დამასწრებინე რა, ეს დაგვრჩება ეს ხალხი. არ დაგვრჩება რაცო. ეგ გეუბნები ხა მართლა. ბევრია და მაგრა ევაცე. გიორგი ყუბლაშვილი. როგორც გამოსწრილ მოგზაურს ეს წიგნი არის ბავშვსართვა რაღაც ბავშვსართვა. არა, ბიჭო, ჩემი წიგნი. ამის წიგნიერებას მინურა ხაზი გამესვა. გიორგი ყუბლაშვილი, როგორც გამოსწრილ მოგზაურს გეკითხები, ნოდარმა რომ იცურავა ლიზზე, ეგ როლი მხოლოდ ქართულია თუ სამე სხვაგანაც გაქვს ნანახიო? ვინ როიცურავა? მე. ხო და შენ როიცურავ, მაგრამ არ გინახავს ხო? არა, ხო და. ხო და არ გინდა არ არის. კაი, აყურებინე. ოღონდ ვერ მივხვდი კითხვის. მე მაგას მე რომ სადმე სხვაგან თუ გინახავს მსგავსი სტილიო ადამიანს ეს ქონდა ჭაპიკრებული ესეთი თან მოცურავ. მხოლოდ ქართული ეს ის არის რა მარო თქვა რა წელზე მოდა. საოცარი იყო. ძაღლურს ვეძახი, ძაღლური. ანუ ის შეგიეცურო თუ მარტო? არ სურვა, ბიჭო, გაჩერდი. შეტა რომ ჩამოდის. დელფინას გეძახიან მეორე სახელად? დიმა სირინოზი არის. სირინოზების ხმაისმის. ვიგენა. შეიხარ ვიგენა ისე კეპავს. სტილი ნოდარის არის მოითხოს ძალიან მალე იღლება ხოლმე. ძალიან მალე იღლება, იმიტომ ეს ხო იცი, მაგრამ იღლები რა ეხა რა და ზურგის კუნთებზე ხა არა აქვს ესეთი განვითარებული როგორც ენის. აი ბიჭო. როგორც ენის კუნთები ლაპარაკს გულისხმობ, ნოდა გარი გაყოლილი. აი გაყოლილი ხარ. მე გითხარი მე ლაფაუბარს გულისხმობ და რეპორტაჟს შესაიწაიყვანე. კაი, ჩემი ენის კუნთები. შენ ხარ ეგეთი და იმიტომ. ნოდა. ნახე. ვაიმე გიაცეცაძე მოუკლავს. გიაცეცაძე სხვათა შორის. მე მეგობარი მცველია და აქ ვინდოდა მოგეყვანა რა. კაი მოსაუბრე, კაი ისტორიების და რა.
არა მეტად დედაც შემოუყურეთ რომ მაგას და შენ რო იგინებ მე მან არ მოვარო მე არ ვიყავ წეს დავადე ეს ხო ხედავ რა არ იგინები ქვეტექსტები და ისე და ენერგი და შენ სხვა მიდი მოიცა ის ჩაურთე მანამდე რაღაცებს ვკითხავ ის ჩაურთე ჩვენ ჩემი ცურო ანახე და გამოიტანე როგორ ვიპოვო რა რა უნდა შედი ლაილაიში შედი შეცულე ლაილაიში კი შევა მაგრამ სადღაც გეტყვი იცი რა სანამ ნახე ყველა გადაცემაში ეს დებია ასახურია თავზე აღა ორ გადაცემაში ისე ორ გადაცემაში მეხურა ამას უყურე ამას იცი ეს ამბარცომა გამბარცომა შენზე რა თქვა იცი რა აი კიშდა და რომელი უფრო კაი კომენტატორია მეთქი ის თუ მე მეთქი გაიხედა ორივე ერთგლია მაგარი კაცი კი გაწო გლიჯა ჩადი ბოლოზე მაგრამ ვიდეო მოწო ჩადი ბოლოში არის ჩადი აკე ესე არა ბიჭო ჩადი ტექნიკა და შენი სეხარტო კაი არ გინდა მე რე ჩავ ცალკე არის ცალკე არ არის კაი დაიკიდე რა ლაიქი ვერ ისწავლა და ეხლა ლაიქი მოწონებაა ქართულად ლაიქი ვერ ისწავლა და სიმღერა დაწერილი ჩუკნიან რაღაც მაიკებს თუ რა ლაიქებს თუ რაღაც იცი რა სენიორ ის რა ქვია ყველაზე საშიში რა გიჭამია აი ყველაზე მიუღებელი რო იყო აქამდე შენთვის არ იქნებოდა რა თქმა უნდა საშიში რო შეხედა ამას რა მაჭმევს და მე რო გველი ალბათ იბორჩხანა ისეთი უცნაური კაი უცნაური რა აი ის გაგიგია ნახევრად ცოცხალი ის რო არის კვერცხში რო იმბრიონის ისა ხო ეგ ჯამე რატო კითხე ისე ხარ ხარ ვიჯღანები ეგზე რა იწყება ხარ ცოცხალია ხო რა ნუ წარმოგიდგენთ ცოცხალი ამტარია არ ემბრიონია რა მანამ დაიბადა აი მანამ ეგ ჯამე ხო ინტერესი ქონდა თუ ხშიროდა ფილიპინებზეა ძალიან ჩაულებრივი ამბავი დელიკატესი რა და აი ქათმის და იმის გემო კვერცხის ერთად რა ოღონდ აი თავს ხედავ რა იმენა ანუ აი ფიქვის ჭამ ცოცხლად რატო ესე ვაუქ და უცნაური ყველაზე გემრიელი რა იყო აი უცნაურია და რო შეჭამე შეჭამო კვერცხი და ეგეთი რო ჟარი აი ქართული ხო რა იქ არის იხო კანიბალი და ყველაზე ისეთი აი ეს აქამდე რა თუ არ ვჭამე რა გემრიელია ეგეთი რა იყო სად არის უკავე აი დაანებე შენ და ტექნიკა ისე ხარ როგორც იმაში იყო რა ქვი იაპონიაში იყო რა ხელა კითხვაა ოქტოპუსისნაირი რაღაცა ოქტოპუსი იყო რაღაცასთან ერთად და ვერ მიმახსოვრებს რა სახელი რა იყო მაგრამ გემრიელი იყო არა ისეთი იყო მეთქი ამის ბიზნეს დავიწყებ საქართველოში და ის ჭამე ბაკაკი გავაკეთე ბაკაკი კაია დელიკატესი საფრანგეთი დაჭამი გაქვს აი აბა რომ მითხარი არა აბა ნაჭამი მაქვს ჯონი დეპის ნაჭამი მაქვს ჯონი დეპი ბუზი ზღვაზე კამარემა ბუზი соуსი სამიყრაპია სირბილში ვარ ის ლოკოკინა ნაჭამი არა მე ხადავ რა კაი ეს ნაჭამი მაქვს და ბუზიც გამოწვეული მაქვს და პროტეინი არის რა ბუზის გამოწვეული ეს შემთხვევით თუ არის რაღაც მიხვედი რესტორანში და აი მე რომ მიყვარს აი ბუზი 30-იანებში შიოდა და აუ ჩენ ბუზი ნიორ წყალში ყოფილა შედევრი გამოსაწვი ეს წერა შეზოყავდა და ეს მაგას სკეჩები ქონდა ხარის თვალი ჟელეში კუსუპი თუ რაღაც ეგეთი დიმას წარბი ეს ძალიან დიდი კითხვა მაგრამ კაი კითხვა არის რა რაზია გეტყვი რაზეც არის მიხვდი ყებუჩავა მოგესალმები გიგი შენს რეკორდს ვინმე აკვირდებოდა კუბოში რო იწეკიო სოფლო რეკორდად რო ჩაგეთვალოსო და ასევე ფეხბურთი თუ გიყვართა მე გუსტო გუშევატკივრობო კუბოში რო წეხარ ვინ უნდა გაკვირდებოდეს გაფიცე ყველა არა ბიჭო რეკორდი წავიდა ნახე სოფლიო რეკორდი არის სოფლიო რეკორდი არის 62 დღე და ამიტომ დახურულში დახურულ კუბოში დახურულ კუბოში ხო ანუ შიგნით მიწის ქვეშ არის აი ამაში რო დავაყარებიოთ ამას ერთი 10 დღე რო იჯდეს ესე 62 დღეა და ეგ არის მე მოუხსენი რეკორდი ჩათვალე სოფლიოს საუკეთესო იუთუბერს და სოფლიოს საუკეთესო ილუზიონის ორივეს ქონდა 7 დღე შეიძლება მორჩით არა სხვა რამეზე ბაზო რამდენი ხანი არ გიჭამიო და 8 დღეა 10 დღე არ ჭამე და ხო ეს სხვა რამეზე ლაბა იმედი 60 არაპირები ხარ უაზრობ რა აი იმ რეკორდის არა უაზრობა ესეც ანუ ნახე არაფრის ხო თავი რა თუ მილიონს თუ მოგცემე ბაზარი არ არის გარისკამ მაგრამ ეხა არ არის ეს სულელია არა ის 62 დღე რო ჩავია ის ხო რეკორდი ნახე და იმასაც იზავ შე ის მედიტაცია თუ რაღაცა აი მე და შენ შევეჯიბროთ უფრო დიდხანს გაძლებს წყალქვეშ ნასი სულელების ელაპარაკები წყალბურთებას მე ყოველთვის ლეგენდებს ვეჭიდავები სხვა რაღაცა აი დაგაჭიდო ლეგენდას ბატონო გია
თქვენ ძალიან წარმატებულად ბატონო გია თქვენ ძალიან წარმატებულად მუშაობთ საფეხბურთო კლუბ წლის ლეგენდას დაგაჭირეთ თქვენ ძალიან წარმატებულად მუშაობთ საფეხბურთო კლუბ რუსთავში გია ცეცაძეს მიუმართავ ბატონო გია მობრძანდით გია ამიგო ესე ვიტყვი ჯიგრულად მობრძანდით და აი ამას პირი ერთად ამოუკენცოთ აქ ისე კუბოზია კითხვები რა და გადავა იცი რა არის კარო ხალხი წერს რომ რაც გინდა ეს კუბოს სხვა რამე კი 1000 საინტერესო რაღაცა და ყველაზე მეტი ნახვა მილიონამდე ნახვა კუბოსა კითხვა როგორ ეცი პრინციპში მე ვიტყვი მაინც რომ დავით მოგელაძე გწეს მაგრამ მეორდება ეხა 10 დღე რომ ჩაწვეს ვინმე ორიგინალურს რას გააკეთებდა რა გეთქვა კაცმა 64 ვაფშე კიდე ეხა მას ეხა მისტერ ბისტვა თუ დამირეკა და გიგი მეო ჩავდივარო აი შერო ჩახვედი მაგიტაო მაინც არ მგონია ჩავი ისეთი კითხვა ხო არა ბავშვები ჩელენჯები გეგმობ აზარტული ხარ იქნები სპორტსმენია ხო მე ძალიან აზარტული აი ჩელენჯი რაღაც ჩელენჯები რომ რაღაც ზერი ფიქრია რომ კაი კუბოშაცე გავიგე ეხა ვაკეთებ იმას ეგეთ ჩელენჯი ოღონდ ეხა სასარგებლო სპორტული აირონმენი გაგიგია აირონმენ მარათონი კი ну რაღაც ეგ არის მაყურებელმა თუ 4 კილომეტრს ცურაო მე ამოდიხარ 180 კილომეტრი ველოსიპედი და მე 42 კილომეტრი დარბიხარ მაშინ გაგიჭირდა ჩემთან აი ამაში დავეჭიდოთ და 13-14 საათი მიდიხარ სირბილში დამერხება თორე ის ორი შეიძლება მეზიზღება სირბილი ანუ ხედავ ეგ წყაროც კი ვარ მაგრამ სირბილიც მეზიზღება და ცურვაც მეზიზღება ანუ ეგ ორი აი რატო გიზღება ცურვა აი წარმოთელებს წყალში ეხა წათუმელები რომ წყალში არ ჩადიან ხო იცი მოიცა შენ გიზღება რეპორტაჟები არ გიზღება გიორგაძე ხო იცი წყალბურთელი მინისტრი იყო ჩვენი ძველი თაობა წყალბურთელების რეპორტაჟი არა რომ ვარჯიში გეზიზღება ეს მოყვა მაგან დინამო რა წასულია სადღაც რა და გამარჯვება ესე წყალში ჩასვა არ მინო დილის ვარჯიში ხო იცი ეხა ეგ შეგზნება და ძველი შემოვიდაო და ადრეო რა თქვა მიქონა აქ რომ აი წყალი თუ დაგიძახებსო რაღაცაო აი კაიაო და მას გეხარდო ბიჭო არ გვეძახის ეს დედამოწმული მე ჩავდი არ დავიზახა და ზუსტად აი წარმოგიდგენთ სკოლამდე გქონდა სკოლის მერე სკოლამდე ცურვა სივი წყალში ზამთარში ზაფხულში აუ ეხლა დავწერე ლექსი 15 წელს გვარტყმინებდნენ ფეხბურთზე აი შიოზე ვარჯიშობის 15 წელს ვარჯიში დასაწყისში და 15 წელს ვარჯიშის მერე წრეზე აი როგორ უნდა არ შეგიყვარდა მაგას მირჩენია რომ კუსვაზე ავირბინო მაგას მირჩენია რა თამაშები აი ხლა თამაშები ვითამაშო გიგი მაგაზე ლექსი გამახსენდა დილით ტბაში შევედი დავიძახე იმე მომეშველეთ ვინმე მე ცოტა უფრო სხვანაირი გაგზელებ არა ვერ აი ბიჭო მე კი დიმაზე გადადიხარ თქო რა შემიძლია გააგზელე მითი აბა გააგზელე გია მოვა ეგრევე და ჩაგაზიოს თამაშებია თეთრად უკვე რა მოვა გია და PlayStation-ში უნდა შევეჯიბრო სხვათა შორის უნდა თამაში იმე აბა მე თავი და რა თქვი დილით ტბაში შევედი დავიძახე იმერულად რა მიხვდი ხა ჩაუკვირდი გიჭირს პეტექსტები დავიხჩე თუ მომაწოდეთ ვინმე შექსპირია და ვერ ვაფასებ მე რამე ვინმე წეს აპირებს თუ არა სპონსორებთან ჯგუფური ტურების გაკეთებასო ნო თუ გინდა გამოშვით ამას არა ეხურები გასა მოდი ერთად გავაკეთე მოიც აცალე რა პასუხი გასცეს ორი არ ვიცი ძალიან ისაა ძალიან დიდი პროექტია ხა წამი ამდენი კაცი მიდიხარ ჯერ რომ მოგზაურო ვინმესთან ხორთულია რო არის ეს მერე პლუს მაგას რო იღებ რამეს კამერამენები ძალიან დიდი ფინანსური იდეაში შეიძლება საბოლოო შესაძლებელია ნებისმიერი ალბათ მე მოვიფიქრე ჩელენჯი რა ნუ სპონსორიც როგორი და როგორი იქნება რაღაცეები იგიგმება სხვა შორის ეს მაგრამ შეიძლება ვერ მოყვება ჯერ ვაფშე ნახოთ ხო როგორი მე მოვიფიქრე მას დიმიტრი მასწავლებელო მე მოვიფიქრე ჩელენჯი დიმიტრი მასწავლებელო მე წყალში კარში ჩავდგები და თუ გამიტანს გოლს მითხარი დაჯექ ხუთიანია რა სანჯეს სადღაც ყოფილი ხარ ფსიქიატრიის პაციენტების რაღაცა ეგ რაღაცა შენ ესეთი გარყვნილები რა წავიყვანოთ ერთი თვე რომ წავიყვანოთ ხო იქ ბაითი გაქვს რასამო ბაითი არა შენაერს იღებენ იქ მოწყალები გეგონება აი წავიყვანოთ რა მოწყალების სახით იღებენ შენაერს წამო რა რიო დე ჟანეიროში სამბას ფესტივალზე რა შენ ხო იცი სეკვაგეცოდება ბეშ დამეჩაგრება აი წამოვიდა აბა მიდი მეტე დემე ზაუტაშვილი გიგი გაქვს თოფი აუ რა უხარ სადაც არის ერთი ტყია ხო სულკალიბრია ნოტარს და დივანს ნიანგები ჭამენ ერთი ნიანგი მიდის ნოტარისკენ მეორე დივანსკენ რომ იქაცვა როგორი პასუხი გასწავლა
მაგაზე შენი კანღი ეგ ამის მაგის გამოძახილია ეკითხები ვიღაც ეს აუქნა ესე პასუხი აი რას იზავდი კაი ორი ყეზე კიდევ გავიგე რას იზავდი მე გადავაჩენ გია მოდი შენ თორსკერა შენ თოპიკა წახვე შენ ნაპირთან ხარ შენ ნაპირს შენ თორს გადავაჩე შუაში მაგ წავიდე იქნება და ვინმე მოვიდეს და მე კიდევ შენ ნაპირზე ხარ მაგრა ინერვიულები ნაპირზე ვარ ნაპირზე ხარ შენ არაფერს გერჩიანი მე გეტყვი რას იზავდა გიგი მე შუაში შემოგიგდებ და ვინც მაგრა გაცურავდა მაშინ მე დიმა იქნებოდა კაუჭა ეს ნახე ეგრევე პასუხია ეგრე ჯიგარი ხარ დიმა იქნებოდა კაუჭა ოღონდ ხელის ნაცვლად აი ცალი წარბი არ ექნებოდა და იქნებოდა ეს ავადო ტანიკები 10 წლის მერე შურს რო იძებე 10 წლის მერე დაბრუნდებოდა და ჩვენ ძოლებს ამოიღებდა ნიაგის პირიდან ვაი რა ბედნიერი ყველაზე ბედნიერი იყო ეხლა ბევრი გვინდა რა ყველაზე ბედნიერი იყო სენიორებო ამასობაში გამოვაწერინო ამ ბოლოს კითხავს გამოვაწერინო არე ავსტრალიაში წადი ჩანთოსთან ძმებთან კენგურუებთან ფურორი ვიდეო იქნება არც ერთ ქართველს არ გადაუღია მსგავსი ვიდეო საოცრება იქნება ზაზა კაპანაძის სურვილია RGB-ში მე ჩავჭდები ეგმაში ყველა ბევრი YouTuberis ბევრი YouTuberi ასუს 4 ვართ ესე რა მგზავრები ნუ არა ბოდიში ხა 4 ისე ვთქვი რა მეტნი ვართ რა თქმა უნდა მაგრამ ესე ვისაც ამ ლოკაციაზე და destination-ზე აქვს გეზი ვართ 3-4 რა ამიტომაც დასწრებაზია ის გამახშედა დიახევას მოხსენ ზოპარკში ავსტრალიის საყარი კახა ხარატა ჩემი ბავშვებს როგორ ჩემი გიზლი მართლა მაგარია გარდაიცვალა ხა და ეგ იყო ავსტრალიაში ხო მუშაობდა ეგ დიდი ხანია 1 წელი იყო რა და რო შედიხარ დიდი ზოპარკი რაღაც 100 საულია თურმე არის ხა ის სიდნეში წერია რომ ერთი პაკეტი კენგურუ შეიძლება რომ აჭამო 10 წელი აუღია და კენგურუ მოვიდა ჯიგარი კენგურუ და ვიდეოც ქონდა ვერ ვიპოვე თუ ვიპოვე ბიჭო აჭამეს ის ჭამს და ბოლოს ახლა როგორ იცი რომ ეს კახა აქ დგას და ეს ამოხდა დღეს გადავიდა რა იქ ატყდა ამბავი სასტრაფო გამოიძახეს კენგურუ უჭი გავუსკდა როგორც ინდოეთის რო ხარ რაღაც ეგეთ თემა არის დააჯარიმეს ეს საწყალი კიდევ დაიწირეს ასე რომ მოიცა დაიბრიდა არა არ ვიცი რა წაიყვანეს ვიღაცებს ხო არ იცია რამდენი უნდა ჭამონ რაღაც აი რაღაც ცხოველებმა არ იციან ეს თურმე იგივე ეგ შემთხვევა არის თურმე რა ვიღაც ბევრი ცხოველი რა რამდენსაც მისებ შეჭავთ მე მგონი თევზიც ეგრე არ არის რა კი მაგრამ მე ჩავყარე აკვარიუმში მყავს და ბევრი არ უნდა ჩავყარე არა ავაკეთო ვერ ვეთამები რა რაღაც მოვედი სახში ხო რა შიშხინე ხო რა შიშხინე მე აი კაი ჩემაც ვაკაც არა პატარა არც ვერ შეჭავდი ლევან ხო ის რაკნა ლევან აუ ეგ რა იყო არა თევზები გაიშთა სახე აი შევარე ეს უყურა რა მან ეხლა და იღალა ბიჭო ამათო ეხლა მარტომ რაღაცებს რო უყრით რაღაცა დილით მოვიდა დედამისი და ყველა თევზი ამოტრევებული დაბრედილი ყრია და რა ქენი და კოკა-კოლა და პოვრე ჩაუსხიო თვითონ რა წევასებოდა რო ჩავდა და შაქრიანი პური ავსებოდა და შაქრიანი პური ჩაუყარა და კოკა-კოლა ჩაუსხიო სახს რო ალევინა თევზებმა იკაიფონო რა თევზი მოკდა ბავშვი ასე რომ თევზები რო ვიხსნათ კოკა-კოლა შემოდით ჩვენთან მე კითხები მოვუწევ ეხლა წაგვიყვან ეს ავსტრალიაში თუ წახვალ ერთ ჯიბეში მე ჩავჯდები რაღაც ამდენი ფეგმურთის ის არსებობს ერთგან დიმა ჩაჯდება და შევეჯიბროთ გავაკეთოთ ჩელენჯი ეს კენგურუში ჩაჯდები ხო ჯიბეში ხო ჯიბაში მე ორი ანეკდოტი იცი კენგურუზე არის იცი ხელზე ჩავიდა უნდა მოყვე გია მაპატიე ჩავიდა იქა ნახტი ამბავია გია მაპატიე ძოლი ურეკავს რა ხდებაო კენგურუ ნახეო კიო კაცო რა იყო როგორი არის რა ვიციო ეგრე გავდეს პატრონსა ეგრე არ გამიფირულად ნახეო ყველაზე მაგარი არ გურგანა ისამ სახესაც ეგრე ეძახის და გიგი ძალიან ბევრი უცნაური ქვეყანაში იყავი თუ ხან მომწრე ეს რა არის ეს ტონის შეცვლა რა იმიტომ რომ აკადემიურ კითხვას ვსვავდა აკადემიური ხო არ შესწრები ხარ აი სხვადასხვა ქვეყანაში მაგარ ბათქს ანსროლებს ხო არის ხო ამერიკაში არის აბა მიდი მოყები სანთ ბრაზილიაში ვიყავი, ფაველები იყო და ბათკაბუთკი იყო? ბათკაბუთკი კი არა, ფაველებში იქ კლუბში ვიყავი. აგონ როგორი კლუბია, იცი? ახლა მე რომ მივედი იქ ვიღაცამ ყავდა, კრიშამ ყავდა ესე რა იქაურინა. ნუ ეგრევე ყველაც ცნობს რომ ესე, მაგრამ ანუ იარაღები დადიოდა კომანდა რა და აი რაღაცა დღესასწაული იყო თან კარნავალის პერიოდი და ანუ ესე ისროდნენ იმაში რა ქვია, კლუბში რა, ოღონდ გარე კლუბი.
და რაღაც უცებ გვესმის როგორი ჭყვი იცი აი თან უკარა და ეს ხალხი იარაღებით რომ წავიდა და იქ თან სროლა მიდის თან პოლიცია არ არის რა გავიქეცით ანუ ეგრევე იმიტომ რომ იქ შეიძლება ეს ჩვენ ვისაც ყავდით წაყვანილი მე და ჩემი მეგობარი ეგრევე მოკვინდა და გაიქეცით თორე მოხერება მოგვწეს რა თუ რა უნდა გეკნა იმენა რა ყველას ავტომატურად დაგია აგერ ფილარმონიასთან ერთად რომ მაგებში მოყოლია ისეთ მოგეგონება არ მოდა ტანკით ეს სტროლები არ იყო ეს დრიფტაობდა ტანკი დრიფტაობდა ამერიკაში ჩიკაგოში იყო სადაც ცხოვრობდი რა თქმა უნდა შორს ასვლა ჩიკაგოში ეგეთი აუ მაგრამ წარმოიდგინე ჩიკაგო განვითარებული ქვეყანა ამერიკაში რო ხარ და სროლები აი ესე რო ხედავ ხო ამერიკაში თქო თან ლაივში მაგარი ცუდი სანახავია რა ადამიანი შეიძლება მოკდეს რო უყურებ აი ო ან პოლიცია ჩემ მანქანისი პოლიცია ეს დაარტყა მე კი რა ხდება ეს 90-იანებში ბეტერი დადიოდა და იცი რა სიმღერა ქონდა ნა 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 90-იანებში სიმღერა გახსოვს ეტა ბენტლი არა თან ესე ადრიფტავებდა აი ხო არის ახლა რო ჰიდრაულიკაზე ეს ნა 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 აი ფილარმონიასთან რო ახსენ ნა ნა გაუმარჯოს ნა და და გაივლი და ესეთი იყო ეს ეხლა რო არა შენაუნო შენ განსხვავებით ისე ბეტერის ის ვიყავი მექანიკოსი გასი რო ვიყავი რო მექანიკო ხადის სტაიპერიო ხადის ვიყავიო ჩამოყალებ დავიღალე შენ უფრო ზვიგენი მე უფრო ზვიგენი არა ბიჭო უყურე აი თემა რა არის ეხა რაღაცა სიმძნე სიტყვისზე ჩაფიქრდა 24 წლის ხარ შენ 24 წლის ეს არის 38 წლის მე 57 წლის ანუ შეიძლება ვთქვა რომ სამი სხვადასხვა თაობა არის რა კულტურულად მწყეპლობს აი გუნდა თქო ჩემზე აპარაგობ რაღაცა თაფები რას გიგავ ჯემო და არა ლაპარაკობ და მე ვიწყეპლები ამ დროს და გული მიჩვენდება არ ვიწყეპლები რაღაცას ვამბობ რა სამი თაობას ვიღოთ განსხვავებული ადამიანები მერე და ზოგადად კომუნიკაცია თაობებს შორის არის ხოლმე პრობლემა რა და შენ რა გინდა თქო რომ ძალიან კომუნიკაციური თუ რას ვსვავხარს ხო ის არის განსხვავებული აი რა მერე რომ მე არ მეტყობა ასაკი რა ასაკი არ გეტყობა ჟეჟემა კუბოდა რა ხარამოსოს გეხარ მე წავედი და ითამაშეთ და ილაპარაკეთ თაშერ გთხოვე რომ არ თქვა მეთქი რა პონტია ეს ან კომპლიმენტი გითხრა ახალგაზრდა ბიჭ გევხარო აი შენგან მეწინა გამოწერილი მყავდი და ხა გავწავშლი მე რამდენი გაძლებ ისე ერთ საათს გაძლებ ერთ საათი აი სტოტიში რო დაგიდოს ვინმე ჩელენჯი ერთი დღე გაძლებ დახურულ გულს შენ რამდენად გაძლევ რა მაიდა 10 იყოს არ 8 დღე რამდენად 8 დღე რა შენ მითხარ რამდენი თუ რამდენად შენია არაფერი საშუალო კუში ეხა ის არაფერი გასა საშუალო კუში რა ერთი 9 მილიონი აუ 400.000-ად იყოს დოლარი თუ ლარი ლარი იყოს 200 იყოს 100 მეტი აღარ ჩამოხვიდე 100 და შეიძლება ასაკობით არ ჩამოხვიდე 100 და მეგობრებო მესამე კომპანიას მიმართავ დავაი გავაგე ერთი 4 კომპანია 5 კომპანია შევა ერთად და პრობლემა არ არის მეგობრებო გითარა ჰაიპი დაიდება გიგი ჰაიპი დაიდება გამოწერების მოუსწრო და რომ მოგებერე იქნება მეგობრებო მესამე შემოთავაზება და იგერ ამითხრა რომ მოკვდებით და იქ ახარა ბარე მოყვეო 100.000 დაგადებთ იქ უყვარდა საწყავს მაცი ვარი მაინც ამოვაგდე მეგობრებო ძველი ახალწელს უკვე მესამე შემოთავაზება მოგძანდით დაასკანერეთ თქვენი თვალებით და ტანზე გახდილი დიმა მოვა თოვლის ნამქერები მიდი დაფა გადმოიღე არაფერს არ გადმოიღებ სხვა თორე ნამწყენი ვარ და შენზე ძალიან მეთქენა მოიხადე კუდი მართლა თვები საოცრად ხალხმა მინდა რომ ნახოს ახალი ტრენდი არის ქალაქში მიდი გადმოიღე დაფა მოიტანე გადმოიღე დაფა დიმა შენ ხარ ფაფა ხო გამოსწობა იცი რა სიტყვების გამოსწობა ასოები უნდა გამარტყა ამას შანსი არ არის ვერ გააკეთებს მანამდე ამას ვერ გააკეთებ ლესე და მანამდე მე გამოვაცხადებ ხო ჩვენი ამიგო აი ესეთი გემრიელია ჩვენი ნიკორა ჩვენი კომანდი მე როგორც ჩემპიონთა ლიგის თასს ვუწოდებ ჩვენი მეგობრებისგან მობრძანებულ ნიკორას აგერ გიგიც გემრიელად ლესავს დიმაზე აღარაფერს არ მომუვარდა და ხმის ხმა მესმის მოკლედ ეხლა გადავერთვებით კრისტალ ბეტერონული ლიგის თამაშებზე ეხლა ქუდი უნდა გავაკეთო არ შეგეშიდეს ფრთხილად არ მოხვდეს გრაფიკა იყო კარგით აჰა გიგი ეს ადგილი
გაგიმარტივებ. ერთ-ერთი ცნობილი ადგილია. ერთ-ერთი ცნობილი ადგილია საქართველოში. საქართველოს რატო უთხარი? აი ხა ეს ამდენია ბიჭო? დასაკვირველია, რაღაცები ჩემებურათაც არის დამატებული. ცოტა ლაიტად მივუდექი რა. ანუ ასოგერები თქვი? გეოგრაფიული გამოსვლები. ჩამოხჭობ რა ხო გითამაშია ბავშვობაში. მაგრამ 24 წლის ხარ და უკვე კომპიუტერში არის. დავიწყე. ადგილია თუ რა არის? ხო, ადგილია. რაღაც ადგილი საქართველოში. დიახ, გიადგიაც. თბილისში თუ ეს მაგდეს ახლა გადაყვები ზედა. ვაკესთან არის ახლოს თუ? ეს ბიჭო ჟულიკია მოგატყუეს თუ და რაღაცა რა თქვი? გასწავლებს ეხა. რა თქვი? თქო. ხამან თუ არისო? არისო და ხუია. ბოირია. მოატრიალე ხავს დაანახეთო. 3 სხვათა შორის გამომწერება დაგვიწერეს კომენტარში, დიბა, რომ ეგ მუსიკა დატოვეო, მაყურებელს რო აბნევსო. რაღაც გადასახვევი. ეგრევე დაგისვა? შენ უთხარი? შენ მოგაგვიცა არ ხათქომე. დაწერე გადასახვევი. რაღაც დიღმის გადასახვევი. თუ მიხვდები თვითონ ეგ არაფერი. აუ, დიღმის გადასახვევი ეს. არა, გადასახვევი დაწერე აუ რაგლიჯა ხალო გიგია. აღო, ეგრევე დაუსვა რა. აუ, ვისვე თამაშები, მესისვე თამაშები. აი ხლა ეს საქართველოს მაგას გამომწერება თქვა, კაცო, მე მიუმართე, რომელი მუსიკა იყოს მეთქი და იყოს დიკიტატა დიშტადრა. აი გაჩვენე, რა დიკიტაკა დიშტალა, ბიჭო შენ. რიკოთის გადასახვევი. არა, აი ხლა რიკოთის გადასახვევი. არა, არაფერი არ არის ეგ რიკოთი. არა და ჩაჯდა იმით. აი ხლა ჩაჯდებოდა, მაგრამ არ არის ეგ. რიკოთის რიკოთები თქვი ეხა ვითამაშოთ. გიგი, რიკოთის გადასახვევი რო თქვი მე შენ დაგჭი ორი ჯოხი. რა საკვირველია? ჩემი მართლა მესია ეს მიხვდება. აუ გააჩერე ფეხები ბიჭო. გამომწერს მოწონს ეს დიკიტატა დიშტატა და სხვანაირად არ შეიძლება. გამომწერს, ერთ გამომწერს მოწონს, დანარჩენს არა. მეგობრებო, შეეციეთ იმას. კომენტარებში. რა თქვი შეეცი იმასო? შეეციეთ. ეს მეგობრებო. ესე ყველა ბიჭო? მიდი გიგი ასოს კი. აგულ ძმა ყველაზე მაგარი მოთამაშე. იგორო კი ხარ ვიცა ყოფილი იგორო. ის გადასახვევი რა პროსტა. რის შეიძლება იყოს ეგ ძალიან ბრუტალია. აი ხა დაწება არ ვამბობ შენ შეება ხმას არ ვიდო. ეხა ის ხო იცი არსაშლის კაჟა და რა მაგარია. და ისა? აუ ეგ ტიპი მოვიყვანოთ. აი მაგას აღარ ვიტყვი ახლა კიდე. აუ ტანსაცვლის კაჟა და მოვიყვანოთ. ტიკიტატ. აუ ყველაფერი შეგიდო ნოდა რა აუ სააღულ ძმაო. სააღულ შენ. არ მიხვდება. როგორ ვერ მიხვდება. ეგრევე ის თქვა და ტიკიტატ. საქართველოშია? ბანგლადეში. ხო ახსენე რომ ხეორხია გიგი. არ უთხრა საქართველოში რატო ეუბნები შეჩება. რატო ატყუებ ჯერ ერთი. აი ესე ეგეც რო ვერ არის. გამოიცნო? გაჩერდ მინდა რომ ვერ გამოიცნო და მოვატყო საქართველოს. всё გამოიცნო. იგოეთ. ანუ ესე მალე ანუ არა ისიც რატო დამიწერა ეს რაღაცა პროსტა ვთქვი რა ამ დროს მე უთხარი მიკლუხო მაკლაი დავწეროთ მეთქი და უფრო საკაიფო იქნებოდა რა ვერ ხო ის ხოლმე უნდა თქვა ათქვი და ყველა ადაჟდა ეს მოიგონ ამურიჭო აი იგოეთის გადასახვევი აუ არა და ერთი ზაგასაყარე ქვია გადასახვევი გადასახვევს აბა მძღოლებს კითხე მძღოლებს კითხე საქართველოს ანა კაცია რა თქო დადი არა ბანგლადეშებში და აუ კიდემ წაიღო კიდე სტუმარმა წაიღო ეს პრიზი რა მე მინდოდა ახალი რაღაცები დაამატა ნიკო მე პრიზი არ წუსოდი რო იყო თორე რა პრიზი ესა კი ესო თორე ეგრე უფრო ჩქარა აი ნახე როგორ მოგე აჰა ან მჭირდება ხო იცი რომ იცი ახლა შენი არ არის გენდაცვალე გილოცავ ყველაზე სკარტი სტუმარი დიუდიტია და თიკათი აში იყო დიჟური აი თელი დარბაზი აქ დარბაზია ცოცხალი ქოროხები იქ ეს ამუნა ამოვიდო აი ეს ნახე არა რა არ უყვარს კაც ფეგმურთი და რა იცი იგას ესა დიმაობოლატე მოკლედ გიგი მოიცა მოიცადე მაჩკო ისტორიული დაფა სადაც უნდა იმას და დაჭიმოს უნდა როგორც ყოველ გაწელენო და აჰა ნახე რა ჩვენ გიგი ამიგო ჩვენ სტუმრებს აი ესე სამახსოვრო ავტოგრაფს
ტოვებინებთ ხოლმე აქანა. აბა. ეს ახალი წამოწყება. რა თქმა უნდა. გუკა რა ნაჩქერთან, ოდარას მაიკავოჩ. ბოლოს დიმას მიაქვს. სადაც გინდა მითხარი და გავჭიმავ მე. სანამ იმ გარყვნილმა თქვა დაჭიმე. ბურთი ვაჩქო. გუკა. ლუგა ეხა. უიმბლდონზე რო ითამაშა ის ჩოგანი აჩუქე. არ მინდა არა კაცო გადავა. არა, ვიდო რა ჩოგანი. მე რა ბასტროსიქს ვერ გაჩუქებ. არა, ბაიერნიაო იმან თქვა. არ მინდა რა. ახარა მეთქი ისა. ოთარ მამასახლის მაგაც. ბავშვებს ვინმე საჩუქებ რაღაცა. ვითამაშე. ეროვნული ლიგის ოფიციალური. კიდე რაღაცებს გავხედავ მას. აი ეს აიღე, აი ნოდარას კივრი. გიგი, რავი, მადლობა რა. ჯიგარი კაცი ხარ. კაი გამოგვივიდა და როგორც იქნება შედგა ჩვენი ჯიგარი ხარ და და ეხლა უფრო ერთობლივად. ახლოს რო გაგიცანი, ისედაც მე მაგის შემიძლია წარმოვიდგინო ადამიანს. თან საერთოდ ცდობის ყავს მარუსა იქ რაღაცა და ვიცი და ისედაც ძალიან კეთილი განწყობა. ჰა? ვიცი საერთოდ. მარიამ სუჯაშვილი. არა? კი, გაც მე არ ეხლა ვიცი. ჩავსვავ რო ვერ იცანი და არა, ვიცი. აი ხუმრო ხო რა აქვს. მაგე იქ არ ვიყავ მოსული. ხო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან. განმარტებას გისურვებთ. და უსაფრთხო მოგზაურობა. მადლობა. კაი ვიდეოებს, კაი კონტენტებს, კაი ჩელენჯებს, კაი სპონსორებს და კაი ნაშები. ნაშები ეს არ ვილაპარაკე, გაყრია ისედაც, მაო. არა, თუ სურვა იყო რა, მეთქი ბა. გიგი, ჩვენ ბანგლადეშელი კი არა და რა ბანგლადეშელი. ყველგან თითო ცოლი თითო ქვეყანაში, ეს არის ჩემი ლოზუნგი. ერთობლივად. ხა იმ ქვეყანაში დადია. ოღონ ერთი აქაც გინდა ბოლოს. სად რომელ პაკისტანში თუ ბანგლადეში? არა, 70 რო გახდები აქ ბოლოს. გიგი ერთობლივად მე მაქვს სურვილი რომ შეგეჯიბროთ 11 მეტრიანებში წყალში ოღოთ, წყალბურთში. 11-იანებში. უიმე 11 მეტრიანი შენ აი გამოვიდე. არა, გაგებაში არ არის, ფერმენტის გარდა ამის სპორტი არ არის. ჩაწოდე. ხო და მე კარში ჩავდგები და შენ დიმა გონია, იცი რომ წყალში გაძლევს, წყალში გონია რომ შენ პატარა უშ. სადაც არ ჩავიძირები? არა, ფეხზე დამდგარი კარში. არა, ეხლა იმაში ტალღებს ხო, ვეჭიდავები. წავედი, სანამ პრომოცირებას აღდეს ჩემსას რაღაცები იმიტომ რომ ათქვევინო. შეაცდინოს თუ. გიგი გამოიწერეთ, გიგის მადლობა მეგობრებო. დაუჭირეთ ხარი, იმიტომ რომ მაგარ კაი საქმეებს აკეთებს მართლა. იმიტომ რომ ბევრი ადამიანს უყვარს და ბევრი ადამიანი უყურებს. და ჩვენც არ დაგავიწყდეთ რა, ჩვენც გავუწერეთ. გაუში ხელი. აი ოფიციალურად კომაგის ჩვენი მეგობრების საჭიროა. ნახვამდის, ო, პარასკევს შეხვდებით. Adiós, adiós.